უფრო ახლოს ერთმანეთთან ასე ეწოდებოდა ღონისძიებას, რომელიც იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, პროექტი ქართული და აფხაზური საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრების გააქტიურებას, აჭარაში მცხოვრები აფხაზების ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოგვარების პროცესში ჩართულობას და შერიგებისა და ნდობის აღდგენის საქმეში ხელშეწყობას ემსახურება. პროექტის ფარგლებში თბილისში გამართულ ღონისძიებაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ სოფელში 300-მდე ქართულ-აფხაზური ოჯახი ცხოვრობს და ამ ოჯახების ახალგაზრდები სწავლობენ ფერიის საჯარო სკოლაში, სადაც სწავლება ქართულ და აფხაზურ ენებზე მიმდინარეობს. სცენაზე მშვიდობის ელჩები წარსდგნენ სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები, აფხაზი და ქართველი მოსწავლეები. სოფელ ფერიაში მჭიდროდ დასახლებული აფხაზი მოსახლეობა არის. უკვე საუკუნეებია ფერიაში და საერთოდ აჭარაში სახლობენ როგორც ქართულ-აფხაზური, ისე აფხაზურ-ქართული ოჯახები. სკოლაში კი თაობები იზრდებიან აფხაზი ბავშვებისა. უკვე მეხუთე წელია აფხაზური ენის შესწავლა მიდის, რომელსაც სათავეში უდგას სოფლის ძირძველი მცხოვრები ლიანა აიკუცბა, პედაგოგი. ბავშვები ძალიან დიდი რუდუნებით და ძალიან დიდი ინტერესით შეუდგნენ აფხაზური ენის სწავლებას. ტარდება გაკვეთილი როგორც უფროსთაობასთან, ასევე სკოლის მოსწავლეებთან. ეს მეხუთე სპექტაკლი დადგეს მიზღვნილი აფხაზეთისადმი. ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ემოციური ლიტერატურული პერფორმანსი წარმოადგინეს. ქართულმა და აფხაზმა ახალგაზრდებმა სცენაზე ერთი ქართულ-აფხაზური ოჯახის მაგალითზე მრავალსაუკუნოვანი ქართულ-აფხაზური ურთიერთობები და თანაცხოვრება გააცოცხლეს. კიდევ ერთხელ გაახსენეს შეკრებილ საზოგადოებას აფხაზეთში განვითარებული მოვლენები და ომის მძიმე შედეგები. რაც მთავარია, მოზარდებმა თავიანთ სპექტაკლში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის იმედი გამოთქვეს. წარმოდგენას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა ქართულ-აფხაზური სიმღერები და ცეკვები. მოზარდებმა აფხაზურ ენაზე ლექსები წაიკითხეს. დღეს ჰქონდა ჩვენ სპექტაკლი წარმოდგენილი სოხუმში აგავა აყვავილდა. ამ სპექტაკლში იყო გაერთიანებული ქართველ-აფხაზი ოჯახი, აქ იყო ომიც. ჩვენ იმის მიღწევას ვაპირებთ, რომ ჩვენ ერთად უნდა ჩავიდეთ აფხაზეთში. ფერიის საჯარო სკოლაში მე ვსწავლობ აფხაზურ ენას. მე სურს რომ ვიცოდე ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ულამაზესი კუთხის აფხაზეთის ენა და იქაურ ბავშვებს და ადამიანებს გავესაუბრო, რადგან ისინი არიან ჩვენი დები და ძმები. შარა ბარაბზია ბაზბოაით საბზუნბულა. ჩვენ გვიყვარს აფხაზეთი. კარგი არა შესაძლოა მაქრო შევისწავლოთ ჩემი ენა. ჩემს ენა იმიტომ მინდა ვისწავლო. ნათესავებიც ყავს სოხუმში. მინდა რომ მათთან კარგი ურთიერთობა მქონდეს. მიწევს რუსულად საუბარი, მაგრამ მინდა რომ აფხაზურად დაველაპარაკო, რადგან ეს არის საქართველოს ენა და ჩვენი ენა. ერთად ჩავალთ აფხაზეთში. ანრი ხოხბა აფხაზი. მინდა რომ დავბრუნდეთ აფხაზეთში. ჩემი კუთხეა და ძალიან მიყვარს აფხაზეთი. სარა, ბზია, ბზბოიტ. დიმიტრი ჩაიანის სახელობის დარბაზში გამართულ ღონისძიებაში მარტვილის 32 საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი კოლხიდაც მონაწილეობდა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები არიან გაწევრიანებული. ანსამბლმა მაყურებელს ქართული და აფხაზური ცეკვები წარუდგინა. საღამოს მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი უძღვებოდა. დღეს ფერიის სკოლის წარმომადგენლები იყვნენ ბავშვები, რომლებიც თავისებური შემოქმედებით პერფორმანსის სპექტაკლი მიუძღვნეს აფხაზურ თემატიკას, რაც ყველაზე მთავარია გაჟღერდა შერიგების თემა. ფერიაში ცხოვრობენ აფხაზები, ჩვენ შეგვიძლია კარგი სათქმელი უთხრათ ჩვენს ძმებს აფხაზებს, რომლებიც ენგურსიკით არიან. ამიტომ ასეთი ტიპის ღონისძიებები მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. მე ძალიან მესიამოვნა, რომ დღეს მომიწვიეს და მეც რაღაცა ჩემი წვლილი შემქონდა ამ ყველაფერში. საღამოს ღონისძიების მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე მომასპინძლა. შეხვედრამ გულთბილ და ემოციურ ვითარებაში ჩაიარა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ქართულ-აფხაზური საგას წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს იმ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, რასაც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მუდმივად იჩენს აფხაზეთის პრობლემის, აფხაზი ხალხისა და დევნილი საზოგადოების მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის დღეს ჩვენ ფერიის სკოლის ბავშვების თხოვნით, რომელსაც ვესტუმრეთ ჩვენ რამოდენიმე თვის წინ. თხოვეთ უწმინდეს და უნეტარესს, რათა შემდგარიყო შეხვედრა, რაზეც პატრიარქი დათმობდა, იმიტომ რომ პატრიარქი თვით
უდგას სათავეში იმ პროცესს, რომელიც უკავშირდება აფხაზური ენის, ეთნოსის და კულტურის გადარჩენას. და ზუსტად ფერიის სკოლის ბავშვების შემოქმედება არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, რა შეგვიძლია ჩვენ ერთად გავაკეთოთ იმისათვის, რომ გადავარჩინოთ აფხაზური ენა, ეთნოსი და კულტურა. უდიდესი მადლიერებით მინდა ვთქვა, რომ მადლობა უწმინდეს, მადლობა იმ ლოცვა კურთხევისთვის და იმ სიყვარულისთვის, რომელსაც გვიზიარებს ყოველ ჩვენთაგანს და მადლობა ამ არაჩვეულებრივი დღისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ აი ბავშვებს, ფერიის სკოლის აფხაზ და ფერიის სკოლის სხვა დანარჩენ მოსწავლე ბავშვებს არ დაავიწყდება დღევანდელი დღე. და ეს მათთვის იქნება ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მანიშნებელი იმისა, რომ მხოლოდ სიყვარული და მხოლოდ ლოცვა კურთხევით, უწმინდეს ლოცვა კურთხევით უნდა ქნან ბევრი სიკეთე და სწორედ ისინი იქნებიან ის სანთელი და ის თქვა ჩირაღდანი, რომლითაც ჩვენ გავაერთიანებთ ქვეყანას, ქართულ აფხაზურ ერთიან სიყვარულს და ჩვენ გავერთიანდებით და ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთის გულებს. მადლობა უწმინდეს დღევანდელი დღისთვის. შეხვედრას ცნობილი აფხაზი მეცნიერის ფერიდე აცამბას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც საქართველოს პატრიარქს სიმბოლური საჩუქარი გადასცეს. ფერიის სკოლის მოსწავლეებმა ქართულ და აფხაზურ ენებზე ლექსები და სიმღერები წარმოადგინეს. წაიკითხეს ამონარიდები უკვდავი პოემიდან ვეფხისტყაოსანი და ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოებიდან მარადისობის კანონი. მოზარდებმა მის უწმინდესობას მათ მიერ შექმნილი ნახატები საჩუქრად გადასცეს. შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდები უწმინდესის და უნეტარესის ხილვით გამოწვეულ აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და მადლობას უხდიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრის ორგანიზებისთვის. ძალიან მოხარული რომ დღეს შევხვდი პატრიარქს, ეს ჩემი დიდი ოცნება იყო და მისთვის შევასრულე ჩემი მცირედი ნახატი, ანუ ჩემი საჩუქარი იყო მისთვის და მთელი სული და გული ჩავაქსოვე ამ ყველაფერში და მადლობერი ვარ მის შესაძლებლობა მომეცა, რომ ის მისთვის გადამეცა. ასე, ერთიანად უნდა დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი. პირველად შევხვდი პატრიარქს, მე ვარ აღფრთოვანებული და წამს იმის, რომ წმინდა ძალა დაგვაბრუნებიებს ჩვენს აფხაზეთს. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო, რა თქმა უნდა, პატრიარქთან შეხვედრა, იმიტომ რომ ჩემი ოცნება ისაა, რომ დიდხანს გვიცოცხლოს ღმერთმა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს საპატრიარქოში ვარ. აქ შემასწავლეს ლოცვა და რწმენა. ვაჟას მიწა ჩემი სამშობლო გოგებაშვილმა ამით გაენა მე სააკაძის სამშობლოდან ვარ თამარის სისხლი გადამდის გულზე უფლის სიყვარულს თავს რომ სწირავენ და რწმენას არვინ არ ყიდის ფულზე მე ქეთევანის სამშობლოდან ვარ მისი სისხლი ვარ შვილი ვარ ძმა არ აკაკის ნასუნ ქაერსვისუნ ქეფილიას გავლილ მიწაზე დავალ ჩემი სამშობლო ვერისვლის ასაკს კაცობრიობის დღეთა შექმნიდან დიახ გახლა ვართ საქართველოდან გენიოსთა და გმირთა ქვეყნიდან ამია იქ თუ ამ რაც არა ასახასას შაფხო ხუთს რა გზალობს უმაც არა სახავშა ელაგოთ ბასლა შარაბარ სუბლე კვარამ ბაბომის კვარტიტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სტუმრები და სრულიად საქართველო დალოცა და დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა. ამიტომ ჩვენ უნდა გესმოდეს ერთმანეთის, ჩვენ უნდა მოვსმოთ ერთმანეთს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისაგან. დაუცველი პარი და გაიხო.